დილამშვიდობის მეგობრებო, როგორ ახართ? ხო ხართ ყველანი კარგად? დილა სადღაც 1 საათია გავიღვიძე, ცოტა რაღაცები მოვალაგე და გამოვიქეცი თქვენთან. ხო აქ ყველაფერი დალაგებული მაქვს. კაცრავად აქაც ყველაფერი დალაგებული მაქვს, მაგრამ ეხლა მტვერი მაქვს გადასაწმენდი და რატაკი მოსაწმენდი. დანარჩენი წუხა კოღოებმა შეკუჭამეს და ჩავრთე ბოლოს აგი. იმდენი კოღო იყო შემოსული, არ დამაძინეს და დილას ადრე ვეღარ გავიღვიძე. წუხა კოღოებმა რომ შემაწუხეს ღამე, იმას ვეძებდი წამალს და ყველაფერი ამოვიდა. ჩავრთე და მე ძლივთან ავისვენე. ეხლა ამ ხედით დავჯდეთ. რამე ლამაზი ხედით. ყოველთვის ერთი და იგივე მოსაბეზრებელია. დღეს სამზარეულოში არ ვარ, იმიტომ რომ მარტო ვარ. ჩემი ქმარი სამსახურშია წასული, გიგა საქმეზეა წასული, ჩემი ბიჭი. ბურთით ჩვენია და მოედანის ხალხო. ხუმრობით რა თქმა უნდა, ისინი არაფერს არ ნიშნიან მე. უბრალოდ ის არის, რომ ხმამაღლა ვერ ვლაპარაკობ, ხმა ისედაც არ მაქვს, მაგრამ ხმამაღლაც ვერ ვლაპარაკობ იმ ხმითაც რაც მაქვს, რომ ძინავს მეთქი გიგას დილას და თორემ სხვანაირად ხედი მე არ მეშლება მათი აქ ყოფნით. კაი ხედი ვნახე, მე მგონი ლამაზია, არა უშავს ხომ არის მაინც. ჩემი ყვავილი მალამაზებს. ხო? კაი სიტუაციაც არის, გარეთაც წვიმს, მაგრად წვიმს. და ასე რომ მაინც ვერაფერს ვერ გავაკეთებ. სამზარეულოში მაქვს ცოტა საქმე, ხო გუშინდელი საჭმელი შეიჭამა, ასე რომ დღეს კიდევ საფიქრალი მაქვს რამე კერძი. ჯერ არაფერი არ მაქვს, დაგეგმილი, მოფიქრებული, რას გავაკეთებ. აივანიდანაც ვერ ჩავწერ, იმიტომ რომ მაგრად რომ წვიმს, ორივე მხარეს აწვიმებს და იქ ვერ გახვალ, ვერ დადგები, თან ძალიან მაგარი ხმაურია. წვიმის ცალკე, მშენებლობის ხმაური ცალკე. ეხლა იქეთ კარი დავხურე. ხმაურმა არ შეგაწუხოთ თქვენ. რა თემაზე ვისაუბროთ დღეს? მოდი ვისაუბროთ დღეს თემაზე ბედნიერებაზე. მოდი რა ნაწილობრივ შევეხოთ ამ თემას. ხო. ადრე ყველას გქონდა ალბათ რა ერქვა ადრე Facebook-ამდე რა გქონდა ხალხო. ხო. ოდნოკლასნიკები. ოდნოები ხო გქონდა. ძლივს მოვიფიქრე. ხო, მაგ დავწერე ერთხელ სტატია არა, ნუ რაღაც სათაურად დავწერე და ყველას მისაწვდომად იყო, არ არსებობს სრული ბედნიერება. წამოვიდა კომენტარები, ზოგი წერდა მართალი ხარ, ზოგი მწერდა ხო სრული ბედნიერება როგორ იქნება. ნუ ბევრი და ბოლოს ერთმა ადამიანმა დაწერა რას ქვია არ არსებობს სრული ბედნიერება. მე ისეთი ბედნიერი ვარ. ჩემთვის სამყარო სულ სხვანაირია, ბედნიერი ვარ, ლაღი ვარ, გახარებული ვარ და კი მე ვთხარი ღმერთმაც გახაროს და გაბედნიეროს, თუ ასე გძნობს შენ თავს, ამაზე კარგი რა არის. ყველა თავისი გადმოსახედიდან ლაპარაკობს, რა თქმა უნდა მეთქი, მაგრამ სრული ბედნიერება არ არსებობს. და აქაც შევეხე ახლა ამ თემას და რატომ არ არსებობს? ჩემი აზრი როგორია? ბედნიერი ხარ, რა თქმა უნდა, შვილები გყავს. ბედნიერი ხარ, რა თქმა უნდა, კარგი ქმარი გყავს. ბედნიერი ხარ,
კარგი ოჯახი გაქვს, მოწყობილი გაქვს, ცხოვრება ისე თუ ასე არ ხარ თქვათ მილიონერი და მილიარდელი და მაღალი ფენის მაცხოვრებელი, მაგრამ ხარ საშუალოდ ნორმალურად, მაგრამ არ არსებობს ოჯახში, ხო, ბედნიერება ზოგადად მე ასე ვფიქრობ, რომ ადამიანმა უნდა იგრძნო ეს ბედნიერება და ბედნიერი უნდა იყო იმით, რაც გაქვს და არ უნდა იფიქრო სხვა რამეზე მაგალითად და იქნები მუდამ ბედნიერი, მაგრამ არ არსებობს, ხო? ეხლა მაგალითად მე ყავს კარგი ქმარი, 2 შვილი ბიჭები, კარგი შვილები, 3 შვილიშვილი, კარგი შვილიშვილები, ჩემი ახლობლები, ჩემი სანათესაო, მაგრამ ბედნიერი ვარ ამ მხრივ, როგორ არა, ამაზე დიდი ბედნიერება არ არის, ხო? მაგრამ ბედნიერი არ ვარ იმით, რომ არ ვარ ჯანმრთელი. ავიღოთ სხვისი ოჯახი, ბედნიერია ადამიანი ყველაფრით, მაგრამ ისეთი ახლობელი დააკვდა მაგალითად, ხო, თუნდაც მე და რომ არ მყავს. მამა რომ არ მყავს. როგორ ვიქნები სრულიად ბედნიერი? მე ეს ვიგულისხმე. სრული ბედნიერება არ არსებობს. რაღაც მაინც გაკლია ადამიანს და ხო, ვიღაც შინაური აკლია მაგალითად. ვიღაცა სახლი არ აქვს და ვიღაცა ბანკის ვალებითაა და ვიღაცას ვთქვათ არ გამომივიდეს ეხლა ცუდად ნარკომანი ქმარი ყავს, ვიღაცას ისეთი ოჯახი აქვს, ვიღაცას ასეთი ოჯახი აქვს. სრული ბედნიერება არ არსებობს. არ არსებობს. სადღაც რაღაც მაინც არის, რომ სრულ ბედნიერებამდე რაღაც დანაკლისი არსებობს და ის შიგნიდან მაინც გჭამს და გაწუხებს. და შემომედავენ ამ თემაზე, მაგრამ არა, მე ჩემი აზრი მაქვს და დღეს თავისუფალი აზრის გამოხატვა ყველას აქვს მაგისი უფლება და მე ჩემი აზრი დავაფიქსირე იქ და აქაც ჩემას ვიტყვი, რომ არ არსებობს. არ არსებობს. ალბათ მილიონობით ადამიანს ვიცნობ და მართლა ხა მილიონობით არა, მაგრამ 10,000-ობით ადამიანს ვიცნობ და ჯერ არ შემხვედრია მე ჩემს ირგვლივ ისეთი ადამიანი, რომ ბედნიერი იყოს სრულიად. ყველა რაღაცაზე დარდობს, ყველა რაღაცაზე წუწუნებს. ხო, და ასაკში რომ შედიხარ, მერე მით უმეტეს უკან რაღაცა გაკლია. ბედნიერი ახლა ის არ ვიცი მე ვინ იყო და ასაკის იყო და რა, შეიძლება ბედნიერი ხარ ამ წუთას, ახალი გათხოვილი ხარ, ოჯახი შექმენი გიხარია, მეცხრეცაზე დაფრინავ, მაგრამ რაღაცა მაინც არის, რომ არ არის. რაღაცა მაინც არის. და რაღაცა მაინც გვაწუხებს ჩვენ. ხო, ამ თემას ასე შევეხე, უბრალოდ რაღაც გამახსენდა და ვთქვი, ხო, ყველას თავისი აზრი აქვს, მე კი არავის არ ვეწინააღმდეგები, ოღონდაც იყოს ყველა ბედნიერი, ყველა გალაღებული, ყველა მეცხრე ცაზე სიხარულით, ამაზე უკეთესი რა არის? უბრალოდ ის არის, რომ ერთი დღით და ერთი თვით და ერთი წლით არ წყდება, რომ სრული ბედნიერება თქვა ადამიანმა, რომ სრული ბედნიერება. ხო, ეგ დავტოვოთ, აღარ მინდა გამახსენდა რაღაცა და მოვყევი უბრალოდ მაგ თემას. ხო, აქ ისეა, ჩემს სამეზობლოს ანუ პირველ 2-3 სართულს ვლაპარაკობ, ისეა, რომ ყველა მუშაობს, ყველა დილიდან სამსახურში გარბის, მერე გვიან მოდიან და აქ მეზობლობა ძალიან თბილი და კარგი მეზობლობა გვაქვს, მაგრამ ვერ ვიცლით ერთმანეთთან, მე რა, მე სულმცალია, მე სულ სახლში ვარ. ვერ იცლიან ერთმანეთთან რომ მივიდეთ და მოვიდეთ და მეზობლობაში ძალიან კარგად ვართ. ძალიან თბილი მოკითხვა გვაქვს ერთმანეთთან და თბილი საუბარი, უბრალოდ
დრო არა იმის რომ დაჯდე და დაილაპარაკო და ერთად ყავა დალიო. რაღაც პერიოდში კი, მაგრამ ეხლა დილა დაუძახო მეზობელს, შემოვიდეს ყავა დალიო, ცოტა ილაპარაკო, გამხიარო და ეს ჩვენთან ვერ არის. შაბათ კვირასაც ვინსად მიდის, ვინსად ყველას ცხოვრება ისეა უკვე რომ იყო დრო რომ სულ ერთად ვიყავით, სულ ერთად ვსვამდით ყავას, ჭორაობდით, ხან რას გავიხსენებდით, სუფრებსაც ვშლიდით და სულ მხიარული სუფრები გქონდა და რაღაც, მაგრამ ეს იყო დასაწყისში, როცა ჩვენ ბავშვები პატარა გვყავდა, აქ თითქმის ისე ვართ, ყველა თითქმის თანატოლებია, 3-4 წელი თუა ერთმანეთთან განსხვავება და ბავშვები რომ პატარები იყო, უფრო ვიცლიდით. ეხლა ბავშვები დაიზარდნენ, იმათ მიხედნა უნდა, ზოგს უკვე შვილიშვილები ყავს, ზოგს სამსახური დაიწყო ზოგმა და იქ გარბის და ასე რომ მარტო ვარ დილას და ზოგჯერ საღამოსაც. ეს ჩემი მეზობელი, ჩემი კარგი მეზობელი, ჩემი და ქალი მეთქი ის თუ შემოდის შაბათ კვირას ან ზოგჯერ საღამოს, ეგაა, თორემ მეზობლობაში ცოტა გვიჭირს. ძალიან ცუდია, ნამდვილად არ არის კარგი და უმეზობლოთ არც არავინ არ დატოვოს ღმერთმა, უბრალოდ მე იმას ვამბობ, რომ ისე აეწყო ცხოვრება, რომ ვერ ვართ, რომ და მე კიდე ჩემი გრაფიკი მაქვს და ცოტა უფრო ამიტომ ცოტა ჩამოვშორდისავით არა, ჩამოვშორდი არა, ჩემი თავიანაც ვაქვს ყველას, მაგრამ მე რომ წამლებს ვღებულობ 10 საათიდან 11 საათის შუალედში უნდა დავწვე და დავიძინო და ეხლა გვიან მოსული სამსახურიდან ადამიანი სანამ თავს მიხედავს და სანამ მოიცლის რომ შენთან მოვიდეს, მე უკვე ვიძინებ. ხოდა ცოტა ეს თემა რთულად გვაქვს. აი ჩემი მეგობრები და ჩემი მეზობლები უკვე თქვენ ხართ. ვიმეზობლებ, ყავასაც დავლევ თქვენს ერთად, არის კაი დრო რომ დავლიო უკვე თქვენს ერთად ყავა, მაგრამ თან რაღაც ჭამის და ყავა არ უშავს, მაგრამ ჭამის და ეგეთი პროცესები რაღაც ჯერ არ მინდა რომ ასე თქვენთან დავჭდე და ჭამო და ჩემ ჭამას გაყურებინოთ. გუშინ ნამცხვარი გავსინჯე უბრალოდ რომ დარწმუნებული ყავით რომ მართლა გემრიელი იყო. ახლა მაქედან რას დარწმუნდებით, მაგრამ ის არის რომ მართლა 1% ტყუილს არ ვიტყვი და რაც არ გამოვა, იმასაც ვიტყვი რომ მინდოდა სულით გულით, მაგრამ არ გამომივიდა დღეს. მაგრამ რატომაც არა, გამოვიდა, კარგი იყო, გემრიელი იყო და ნამცხვარიც აღარა უკვე. ეხლა იატაკები მაქვს მოსაწმენდი, ტვერი გადასაწმენდი და აინები გასაწმენდი. დანარჩენი თითქმის დავალაგე და მე ისე რამე საჭმელს რომ მოვიფიქრებ, თქვენს ერთად გავაკეთებ. გუშინ გორგიაშიც ისე ვერ გადავიღე, უფრო კარგად რომ დამეთვალიერებინა თქვენთვის, რადგან ძალიან მეჩქარებოდა, თქვი კიდეც ვიდეოში, გარბენილი გადაღება იყო, მაგრამ რადგან ვიყავი იქ რაღაცას მაინც ვაჩვენებ მეთქი. მე ზოგადად მაღაზიებში მიყვარს სიარული. ძალიან მიყვარს. შეიძლება არ ვიყიდო, მაგრამ დავათვალიერებ მაინც. ეხლა ყოველთვის ყველაფერს ვინ ყიდულობს. დავათვალიერებ. ხო, იქ სკამები რომ იყიდე გუშინ აივანზე პატარა მაგიდა და სკამები მქონდა კომპლექტი. სკამები მზემ დააწვა და დაიშალა. გადავყარე ის და ეხლა ახალად კიდე კომპლექტის ყიდვის თავი არ მქონდა და ვიყიდე ეგ სკამები სახშიც გამოვიყენებ და თუ დამჭირდება გარეთაც გავა. ჩემს უყვარს თუ ზაფხულში თუ ცოტა სიგრილეა იქ და მზე არ არის, იქ ჭამა და გამოვიყენებ იქ. მაგის გამო მინდოდა უფრო და სახშიც სტუმარი თუ მოგივა, ბევრი დაიმატებ. მაგის გამო მინდოდა და ხელით მოვათრიე. ხო, ჩემ ქარიცინის გუშინ მითხრა რომ
იქო გარეთო გვეჭამაო, გაიქნებოდაო და სკამები რომ გადაყარე მეოთხარი გაფუჭდა და გადავყარეთ, ახლა ამ პუფების გატანა თან ისა დაბალია მეოთხარი მაინც ვერ ჭამიქდა, რა მნიშვნელობა აქვს და იყიდეო მე ის მაღალი სკამებიო და ხოდა ხომ ორქიდეის მასე გავრბოდი და ეგრევე ხომ გამოვიყოლე და მოვედი სახში და ოღონდაც თქვი იყიდე და ამას ვინმე ვეღარ დაასწრებს მერეო. ოღონდაც თქვას იყიდე და მე უკვე წასული ვარ. ყიდვები მიყვარს, მაგრამ ფულის ყრა ეხლა ისე რომ არ მჭირდებოდეს, მასეთი არ ვარ, მაგრამ ყიდვები მიყვარს და მახალისებს ძალიან. ძალიან. ნებისმიერი რამე. ხოდა იმ წუთას როგორც თქვა, სხვათა შორის ძვირი არ მიმიცია, გუშინ და მავიწყდა მე თქვა. 15 ლარი მივეცი. 25-ები ღირდა ადრე, 30 ლარად 2 ცალი მშვენიერია. მერე პუფების გამოცრაც მინდა, იგიც გაფუჭებულია. კატა მყავდა. ხო, მართლა. კატა მყავდა სახლში. აი მოგეყვეთ ამბავი. პატარა ჩემ ბიჭს უნდა ძალიან რომ დედა გეხვეწებიო, კატა მოვიყვანოთ სახლშიო, ჩემ პატარა ბიჭს, მაგრამ დიდი ბიჭია. მოვიყვანოთ სახლშიო. და მაშინ დაქორწინებულიც არ იყო და ცინდალი მოიყვანა ასე ამხელა პატარა და სახლში რომ მოიყვანა, კაი მეუთხარი, მეც მიყვარს, ძალიან მიყვარს, ცხოველები, ფრინველები, ყველაფერი მიყვარს. და რომ მოიყვანა და გაუშვით, ისეთი პატარა იყო, დაგვეკარდა ხელს, თვალს და ხელშვა და ვეძებეთ, არც იკნავლა, არც არაფერი, რა, სად არ ვეძებეთ და ბოლოს მივაგერით მაცივრის უკან სეტკა რომ აქვს მაცივარს, იმაში უკან ასე შემძრალი და იქ დამალული, ზევით. ძლივს გამოვათრიეთ იქიდან და ჩემ ქვარს არ უყვარს, ძალიან არ უყვარს. აი ახლა მე არაფერს არ მეტყოდა და არც შვილს რატომ მოიყვანეთ და რაღაცა, მაგრამ არ უყვარს რა. ხოდა ეს კატა გავზარდე და ისე გავზარდე რომ რა ვიცი, ყველასთან იყო აქ სახლში, მაგრამ მე მომეკედლა და ჩემს გარეშე მოწყენილი იყო. მე თუ სახლში არ ვიყავი, ჩემი ქმარი იტყოდა რომ აქო რომ დაჯდებაო დივანზეო, შენს მოსვლამდე არც ეკანება იქიდანო და მე რომ მოვიდოდი და всё, მე აქტიური გახდებოდა. ასე კაი დიდი მსუქანი კატა იყო, ძალიან ლამაზი კატა იყო და მამალი კატა იყო. ხოდა მე ყველაფერი გამინადგურა სახლში. ყველაფერი. დირნები, პუფები, მაგაზე გამახსენდა. პუფები, ფარდები. კი მქონდა ის ჩხილები რომ იფხანოს, მაგიც მქონდა. უბრალოდ გარეთ ვერ გამყავდა მე-10 სართულიდან გარეთ რას გავიყვანდი ახლა და ეზოშიც ვერ ჩაიყვან, ძაღლები დაიგია და სულ სახლში რომ იყო გამომწყდეული, ისეთი იყო აივნებიდან ტრედებს იჭერდა, მაგრამ ხოდა ყველაფერი გამინადგურა, ყველაფერი. მაგრამ ძალიან მიყვარდა, ჩემთან იძინებდა. აქედან კარის მხრიდან შესასვლელზე პირველი მხარეს ჩემი ქმარი იძინებდა და იქით მხარეს მე და ჩემი ქმარი ხდებოდა რომ არ უყვარდა და იმასთან არ მივიდოდო. საწოლს ასე კრუგს და არ ყამდა და ჩემთან ამოვიდოდა, მე მეჩხუბებოდა კარგად. მეჩხუბებოდა და ბოლოს ჩემი ხერთან დაიძინებდა და დამშვიდდებოდა. ხო და მე მამალი კატა იყო და ერთი პერიოდი დაეწყო ისე რომ აღარაფერი არ ეშველა, უნდა გარეთ გასვლა და მაგის გამო გავუკეთეთ კასტერი, რა ქვია მაგას, კასტერილიზაცია, თუ რა ქვია. ხო გავუკეთეთ და მე მალევე ისე დაიწყო ამან ყველაფრის გაფუჭება, რომ მართლა არაფერი აღარ დატოვა. არაფერი. ჩხილები დააჭარიო მითხრეს და დავაჭარი და რომ დავაჭარი უფრო ცუდად გაეზარა და უფრო უარეს. ზალის ეს მისაღების სკამები სულ გამინადგურა. სულ.
ყველაფერი, რა ვიცი, რამე თუ შეიძლებოდა რომ კატას გაეფუჭებინა, გააფუჭა, ადიალები და ყველაფერი. ბეწვიც უშვებდა საშინლად, რადგან გარეთ ვერ გადიოდა თუ რატომ, რა ვიცი, ყველაფერს ვასვამდი, ჭირის წამალსაც, მაგ ბეწვისთვისაც, ვუკეთებდით ყველაფერს. მაგრამ მაინც არაფერი არ ეშველა და ერთ დღესაც ჩემმა ქმარმა მითხრა, რომ ისაო გაუშვათო ეს კატა, გამოვნახავ მეო ვინმესო და ძნელია ხომ ხედავ მე-10 სართულზეო, არ გამოვიდა ხომ ხედავ და ნახავ ვინმესო ვისაც უნდა და გავატანო სოფელშიო და ყოლებიანო და მაინც გული აღარ დაგწყდებაო. ძალიან მეწყინა, მაგრამ ხვდებოდი უკვე რომ ვეღარ გააჩერებდი. აღარ იყო მაგის საშველი და მერე ბოლოს უთხარი კაი მეთქი და თუ ვინმეს გამონახავ და გაატან და გააჩუქებ, კაი მეთქი და იცოდე ისე არ დატოვო არსად მეთქი და ერთი დღეც მოდის აქედან ამოდენიმე ხნის მერე მოდის რომ კარდონით და მეო ნახეო ვიღაცაო და ჩასვიო ახლა ეს კატაო და გამატანეო, გამოუჭარეთ კარდონსისა და ტირილით გავატანე. ყველაფერს გეფიცებით ტიროდი და ისე გავატანე და თან ცოტა ეჭვებიც მქონდა, რომ თუ ვინმეს მიყავდა ეზოში რატომ არ მოვიდა მეთქი. შენ რატომ უნდა მიუყვანო მეთქი და აქო ვერ შემოვაო, სადღაც იქითო აქო ახლოსო, მარშრუტკითო არისო და იქო მიუყვანო და თვითონ წაიყვანსო. ცოტა აქ ეჭვი შემეპარა რომ რატომ მეთქი, რატომ თუ უნდა მოვიდეს და წაიყვანოს მეთქი, მაგრამ იმდენად გიქნა რომ დამაჯერა და წაიყვანა. ხო და გადის რამოდენიმე ხანი და კაი ხანი 1 წელი 2 წელი ალბათ და მოვიდა ჩემი რძალი და რაღაცებს ყვებით ახლა აქ ძნის ძოლი ჩემ. ხო და რაღაცებს ყვებით, იმასაც ყავს ფუმფულა თეთრი კატა და ისაო ხო რაღაცას ყვებით და მომაყოლა ამაზე რომ შენი კატაცო რა კაი რამე იყო და შენცო იგიო რა ქერა არ გაგეშვაო მაგის გამო მას იმის კატა სხვა ჯიშის არის და საერთოდ არ ეკარება არაფერს არ აფუჭებს და ამ ამბავს ყვებით და ისა ხო და მე ვთხარი ისე გული მტკივა მეთქი და ისე იგი არ გამეშვა მაინც ნანოფ მეთქი არ გამეშვა მეთქი ნეტა მეთქი და სულ მახსენდება და სულ იგი ასე მგონია რომ საცხა დადის და ახლა უნდა მოვიდეს ვერ ველევი მაგ კატას მეთქი და ტყუილა ნერვულობო ჩემმა ქმარმა მაგიო ისეთო პატრონსო ჩავაბარეო მაგიო ჩამოდისო ბაზარშიო და თქვა რომეო მაგასო ცინტლები წყავსო და კნუტები ყავსო პატარებიო და ისაო გაამრავლაო იქაო კატებიო და რას ნერვულობო კაი პატრონს ჩავაბარეო და რა მეთქი რა ყავდა მეთქი ხომ მქონდა ეს კასტერიზაცია გაკეთებული და რა გენი ყავდა კნუტები მე ვთხარი მომატყუე შენ მეთქი და გაშავდა სახეზე რომ 2 წლის მერე გამოწყდა და 2 წლის მერე დავადგინე რომ ეს კატა ტყუილი წაიყვანა ჩემიდან ქუჩაში და ესე იმათ არ დატევდა ეხლა ვიღაცასთან დატევდა მაგრამ მაინც არა უგულო არ არის ეხლა ისე არ დატევდა სადმე რომ ვინმეს რამე რომ დამართნოდა მაგრამ სულ იზრდებიან აქ ქუჩაში იმდენი პატრონო კატა რა ვიცი მაგრამ მაინც მეწყინა და მაინც და მე ვთხარი არ უნდა გაგეკეთებინა მეთქი და რა მექნაო ხომ ხედავ სახშიო გაგვენადგურაო რამე აღარ დამჩაო და მართლა ეხლა არა მე არ ვამბობ რომ კარი გავაკეთეთ ნამდვილად არასწორად მოვიქეცი მოვიყვანე იმარა დააშავა მე მოვიყვანე გავზარდე და მე კიდე გავუშვი გარეთ და მაგრამ მართლა აღარ იყო უკვე საშველი რომ ეხლა მე დღემდე შემორჩენილი მაქვს მისი გაფუჭებული პუფები გასულია ალბათ რა ვიცი 7 წელი შეიძლება 5-6
ხო და ასე რომ ახლა ეს თემაც გამახსენდა მოვყევი უგულოდ არ გავუკეთებია ვიცი მაგრამ ძალიან ბევრი ზარალი ვნახეთ და ამიტომ გადაწყვიტა თორემ არ დარწმუნებული ვარ ქუჩაში არ დატოვებდა ვიღაცის შეიძლება ან ეზოში დაეტოვებინა ან მაღაზიის წინ დაეტოვებინა რომ აქ ჩვენთან სულ ასე მაღაზიებთან კატები არიან აჭმევენ და პატრონობენ მაღაზიის მეპატრონეები ისეთ ადგილას დატოვებდა ეხლა რაც არ უნდა მითხრას ვეღარ დამაჯერებ სად და იგი იმიტომ რომ თუ ერთი ეჭვი ავიღე მე იქ სულ ეჭვი მეპარება და მასე არ გააკეთებდა ვიცი უგულო ადამიანი არ არის მაგრამ მაინც რომ ტყუილში გამოვჭირე მაინც მეწყინა და მაინც ჩემი ხელით გავზარდე ასეთი იყო ასეთი პატარა ხო მეგობრებო მოვიფიქრებ მე რამეს სადილს და გავაკეთებ თქვენს ერთად ყველას აგეკ პრობლემა მე მგონი დილას გაიღვიძებ თუ არა მოიდღეს რა გავაკეთო უიდღეს რა გავაკეთოთ ხო და მოვიფიქრებ და მოვალ და ერთად გავაკეთოთ აბა დროებით ჩემო გემრიელო ხალხო კარგად იყავით